ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რატომ ამკაცრებს პოლიტიკას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ამ სიტყვებს რომ წარმოვთქვა დე-ფაქტო ხელისუფლება მეთქი რომ ვამბობ, ესეც როგორც ჩანს დასჯადი იქნება ან სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული კოდექსით მინიმუმ 60 დღით შეიძლება ჩააყუდონ ნებისმიერი თქმელი, მათ შორის მეც, მაგრამ ეს გამკაცრებული კანონი თუ კანონად წოდებული უკანონო აქტი მე სულაც არ მამუხრუჭებს და არ მაცვლევინებს არც რიტორიკას, არც ტაქტიკას, არც სტრატეგიას თუ ცუდი ავსავი არ უწოდეთ, აბა რა უნდა ვქნათ მით უფრო ჩვენს დროებაში. მაგრამ მეორე მხრივ ეს გამკაცრებული რეპრესიული მექანიზმები და მანქანა ბევრ მოქალაქეს შეეხება მომავალში როგორც ჩანს, იმიტომ რომ ძალაუფლებას ფლობს, აგივ თქვი კიდეც ასე მოიხსენიე მგონი და ახლა კიდე ნამდვილად მოიხსენიებ ეს ხუნტა, ან ეს ბანდა, ან ეს ჯგუფი, რომელიც ქვეყანას მართავს. მიიღებენ რაღაც კანონს, თავადვე აღასრულებენ და კაციშვილი არ არის მომკითხავი, მათ შორის არც სახალხო დამცველი, მეთქი ასე ვიტყვი. კარგით, სახალხო დამცველზე არ ვილაპარაკებ, არც საერთაშორისო თანამეგობრობა, იმიტომ რომ მასთან ჩვენმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაწყვიტა ურთიერთობები, სასამართლოს არ გავს, აღმასრულებელი ხელისუფლებას და მოკლედ ადვოკატიც არ გყავს, ადვოკატი კი გყავს, მაგრამ ვერაფერს გახდება ამ სივრცეში, ამ სისტემაში. ადვოკატები ალბათ ვერაფერს გახდნენ, არა კი დაასწავლეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, როდესაც იცავდნენ ჩემს მეგობარს გიორგი კოდიაშვილს, IDF-ის ლიდერს, ამგვარი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ლიდერიც გიორგი კოდიაშვილიც ახლა გაანთავისუფლეს, კი არა, მას დააკისრეს ჯარიმა 5000 ლარიანი და მე მას მივესალმები გიორგი და პირველი უცნაური კითხვა. ხო, ორი კითხვა მაქვს. რა დააშავე მათი გაგები? და მეორე ეს 5000 ლარი უკვე გადახდილი გაქვთ თუ უნდა გადაიხადო? რა დააშავე? აი ეს ამიხსენ მაყურებელს ამბობს. თქვენი ეთერისთვის ძალიან მიხარია ეს შესაძლებლობა პირველ რიგში ჩვენთან საუბრის, ასევე საზოგადოებისთვის რაღაც კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობისთვის. ახლა რა ხდება, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო, შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავებოდა 4 ეპიზოდს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საკითხზე, რომელზეც მათ გააფორმეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ეს მაცნობამდე სასამართლო. ანუ 4 დღეზე ცალსალკე მე მქონდა სასამართლო პროცესი. ანუ გამომეცა საქმის მასალები, ჩაინიშნა სასამართლოს გამართვის დღე და დღეს მქონდა პირველი სასამართლო პროცესი ამ საკითხზე და ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ რახან 4-ვე საქმე ეხებოდა ერთი და იგივე საკითხს, მართალია სხვადასხვა მოსამართლესთან, მაგრამ თემატურად იყო ერთი და იგივე და მომხდარ იყო გაერთიანება, რომ მომიწევდა 4 პროცესზე ერთდროულად 4 პროცესზე მისვლა. შესაბამისად მოთხოვნა დააყენა ჩემმა ადვოკატმა იმის თაობაზე, რომ გაერთიანებულიყო ეს 4-ვე საქმე და სასამართლოს განეხილვა. მართალია ეს სხვადასხვა შუამდგომლობებიც იყო დანარჩენი, რომელიც ეხებოდა თვითონ მტკიცებულებების არ დაშვებას, იმიტომ რომ ჩვენი ვარაუდით და ამაზე გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, რადგან ეს სამართალდარღვევა არ გაფორმებულა ადგილზე, ანუ რუსთაველზე ჩემი ყოფნის პერიოდში მე არც არანაირი სამართალდარღვევა ჩემთვის უცნობებიათ, ან კიდევ ადგილზე არავის გაუფრთხილებულა ამის თაობაზე, არამედ ეს პოსტფაქტუმ მომაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა ჩემი იდენტიფიცირება, დაადგინა სამართალდარღვევის აქტი, რომ მე გადავკეტე ხელოვნურად რუსთაველის გამზირი და 4-ვე საქმეზე ამას მედავდი როგორც სხვადასხვა თარიღზე. ერთი იყო 23 დეკემბრის, მეორე იყო 24 დეკემბრის და 4 იანვრის და 6 იანვრის საქმე.
მე დღეს მისული ვიყავი 6 იანვრის ეპიზოდზე, მაგრამ გაერთიანდა ეს 4-ვე საქმე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ანუ 4-ვე საქმეზე გვედავებული. მოსამართლემ ეს დაუშვა ეს ჩვენი მოთხოვნა და გაერთიანა 4-ვე საქმე. განვიხილეთ 4-ვე ეპიზოდი, 4-ვე მტკიცებულება 4-ვე საქმეზე, რომელიც წარმოქმნილი ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ანუ რა მოხდა, რომ მოხდა იდენტიფიცირება ჩემი როგორც სამართალდამრღვევის, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია გახლდათ და წარმოადგინეს ვიდეო მტკიცებულებები და ფოტომასალა, ანუ ჩემი მაიდენტიფიცირებელი, მაგრამ რაც თავარი არის, არც ერთ შემთხვევაში არ არის დაფიქსირებული, რომ მე ვკეტავ რუსთაველის გამზირს, ანუ გადაკეტვის მომენტი არც ერთ შემთხვევაში არ იქნა. მოდი შეგეკითხები, უბრალოდ ხარ რუსთაველის გამზირზე. ესე გამოდის. ანუ როგორც იქ თითოეულ საქმის მასალაში იყო ზოგადი კადრი, სადაც ხალხი კეტავს რუსთაველის გამზირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვერც ერთ შემთხვევაში ჩემი იდენტიფიკაცია ვერ მოახდინა ამ საერთო გადაკეტვის მომენტში, მაგრამ ამავდროულად არის რაღაც გარკვეული დროის პერიოდის შემდგომ სხვა კადრი, რომ მე რუსთაველზე ვგავარ, ან ვიღაცას ვესაუბრები, ძირითად შემთხვევაში ვესაუბრები, სხვა რა უნდა გამეკეთებინა, ეს იყო მშვიდობიანი და არის კიდევ მშვიდობიანი და ყველანაირი ძალადობისგან დასლილი პროტესტი, მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლების და მანიფესტაციის ფარგლებში მოხვედრილი პროტესტი და რაღაც დროის ინტერვალის შემდგომ არის კადრი. თავისთავად იმ კადრში მე ვარ და ეხლა ის არის ახლო კადრით გადაღებული, მაგრამ ის რომ მე რუსთაველის გამზირის გადაკეტვა მოვახდინე, ამის ვერც ერთი მტკიცებულება და ამის არსებობს როგორც აუდიო ჩანაწერი, ასევე ვიდეო ჩანაწერის დარწმუნებული ვარ სასამართლო პროცესის, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც მედავებოდა ამ დარღვევას, ვერ დააფიქსირა. მაგრამ დაფიქსირებული არის ჩემი იქ ყოფნა. რას მე არ მივარყვია, რომ მე ნამდვილად იქ გახლდით, როგორც სავალ ნაწილზე, ანუ ქვეითად სავალ ნაწილზე, ასევე შემდგომ უკვე ავტომანქანის სავალ ნაწილზე, რუსთაველის გამზირზე. მაგრამ გიორგი, ერთი რამე ამიცემი, ამ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის უფლება ხომ გქონდა ჩვენ და გვაქვს ჩვენ იმ შემთხვევაში, თუ კრიტიკული რაოდენობით მოქალაქეები შეიკრიბებიან და ისინი სპონტანურად გადაკეტავენ რუსთაველის გამზირს, ამის უფლება გქონდა ხასუსვამ ამ ზმნის დროს და აქ პირველი ვინ გადის რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე, ავტომანქანების სავალ ნაწილზე და ვინ მე-18 თუ 25, ხო ეს ხო პრაქტიკულად იმიტომ რომ გადაკეტა პირობითად რაღაც 800 კაცმა, რომელიც შეიკრიბა იმ მომენტში ტროტუარზე აღარ ეტევა, ხო სწორე ვაყალიბებ კითხვას? აბსოლუტურად სიმართლე არის ეს. მე ვფიქრობ, რომ დღესაც და ვთვლი, რომ დღესაც ჩვენ გვაქვს ამის უფლება და გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფორმა ზუსტადაც შეკრებისა და მანიფესტაციის არის პროტესტი, მშვიდობიანი პროტესტი, არაძალადობრივი პროტესტი და სულ რომ 10 ადამიანმა არაძალადობრივად გადაკეტოს, ან კიდე ერთმა ადამიანმაც უბრალოდ თავისი გამოხატვის თავისუფლების ნაწილში, ეგ უკვე უბრალოდ ეს ლეგალისტური იმიდან გამოვიდეთ, არამედ გამოხატვის თავისუფლებაზე რომ ვისაუბროთ, ეხლა სასამართლო და კონკრეტული მოსამართლე ამ როგორ მიუდგება ამ საკითხს, ანუ სუფთა ფორმალურად თუ მიუდგება სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ეს სადავო საკითხი არის. მაგრამ ის რომ ჩვენ გვაქვს ქუჩის გადაკეტვის უფლება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას ტროტუარზე არასაკმარისი და სიმჭიდროვიდან გამომდინარე, არასაკმარისი სივრციდან გამომდინარე, ცხადია, ეს არის ბუნებრივი გადაკეტვა. ესეთი ტერმინი არ არსებობს ქუჩის ხელოვნური გადაკეტვა, რასაც მე მედავები. ხელ გადაკეტვა ვერ მოხდება თუ ადამიანი ნაბიჯს არ გადადგას, ხო ლოგიკურია ახლა ამას. და თავისთავად ჩვენ ზუსტად იმას ვამტკიცებდით, რომ კრიტიკული მასა იმისა, რომ მომხდარიყო თავისუფლად და საჭიროებიდან გამომდინარე ქუჩის გადაკეტვა იყო უბრალოდ ახლა ამას სასამართლო რამდენად იზიარებს თუ არ იზიარებს მეორე მხარე, ხომ გეუბნებით 4-ვე ეპიზოდში და მე ამას პირდაპირ ვაცხადებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩემი იდენტიფიკაცია ვერ მოახდინა გადაკეტვის მომენტში.
მხოლოდ და მხოლოდ დაახლოებით 20 წუთის შემდგომი პერიოდის ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს, როდესაც მე რუსთაველის გამზირზე გავარ და ეს საკმარისად ჩათვალა სასამართლომ იმისთვის, რომ დაედგინა ჩემთვის ეს სამართალდარღვევის ფაქტი გამომდინარე იქიდან, რომ მე რუსთაველის გამზირზე ვიყავ. ანუ არანაირი იქ ბლოკირება, ვიღაცისთვის ხელის შეშლა ეს არ მომხდარა, ხო? ანუ ჩემ შემთხვევაში ეს დამტკიცებული არ არის. უბრალოდ სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ მე გადავკეტე ხელოვნურად რუსთაველის გამზირი, რადგან მე იქ ვიმყოფებოდი და ეს საკმარისად ჩათვალა იმისთვის, რომ ჩემთვის ანუ სასჯელის სახით გამოეწერა 5000 ლარიანი ჯარიმა. ახლა რა ხდება? მე მქონდა 4 ეპიზოდი, როგორც აღნიშნე, იყო დეკემბრის 2 ეპიზოდი და იანვრის 2 ეპიზოდი. თითოეულ შემთხვევაში დეკემბრის ეპიზოდებზე ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული არის 500 ლარიანი ჯარიმა, ხოლო და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით და იანვრის შემთხვევაში თითოეულ საქმეზე გათვალისწინებული იყო უკვე ახალი რედაქციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 5000 ლარი ან 15 დღემდე პატიმრობა. შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, რადგან მოსამართლემ გაერთიანა ეს 4-ვე საქმე, სასჯელად რახან მე მცნო სამართალდამღობა და იქ არ არის საუბარი რომელ შემთხვევაში მცნო, ხო ანუ 4 ეპიზოდი ხო გაერთიანა. იქ არ იყო მსჯელობა იმაზე, რომ მაგალითად 23 დეკემბერს დანაშაული ხარ და 24-ში კი დამნაშავე. ანუ ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დეტალებს მე გავარკვე უკვე, როდესაც ჩამბარდება საბოლოო გადაწყვეტილება, სადაც წესი და კანონით უნდა იყოს ხო რაღაც ჩამოყალიბებული პოზიცია სასამართლოსი რა შემთხვევაში რატომ და სად და რანაირად მცნომე სამართალდამღობად, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ მათ მცნეს სამართალდამცავად, ანუ საქართველოს სასამართლო და გამომიწერა 5000 ლარიანი ჯარიმა, როგორც ესე იგი ფორმა ამისი სასჯელის. ახლა რა ხდება პროცედურულად როგორ არის, როდესაც ჩამბარდება მე გადაწყვეტილება, უკვე წერილობითი ფორმით ჩაბარებული იქნება ეს გადაწყვეტილება, ამის შემდგომ ანუ ეს განვიმარტა მე მოსამართლემ. მექნება 7 დღე იმისთვის, რომ გადავიხადო ეს ჯარიმა. თუ ჯარიმას არ ვიხდი, ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ყადაღებდებას ჩემს ანგარიშებს, საბანკო ანგარიშებს, ისევე როგორც ჩემზე არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას და თუ ანგარიზე თანხამად ეს მიაქვს სახელმწიფოს და თუ საკმარისი თანხა არ არის, თუ თანხა გაჩნდება ჩემს ანგარიშზე ან ჩამერიცხება რაღაც, იმ თანხას წაიღებს ეს 5000 ლარი. შეავსოს, ამ კიდე მოხდება ჩემი ქონების ჩამორთმევა და რეალიზება და ამით ზუსტად როგორ და რანაირად იგაჩნიათ თუ არა, იქ უამრავმა ადამიანმა გადაკეტა ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ ცხადია კანონიერად რუსთაველის გამზირი ასე მაგალითად 23 დეკემბერს ან 24-ში ან 4 იანვარს თუ 5 და 4 იანვარს და 6 იანვარს დავიმახსოვრე. მაგრამ მიგაჩნიათ თუ არა რომ შესაძლოა და საშვებია რომ ეს იყოს მიზანმიმართული სწორედ თქვენ წინააღმდეგ, მიზანმიმართულად თქვენ წინააღმდეგ, იმიტომ რომ იცით რა არის, თუ საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობილ ადამიანებს გააჩუმებენ ხო? შესაბამისად, უფრო ნაკლებ პროტესტს შეხედავენ კი არა, შეხვდებიან ჩვეულებრივი, ყველა ჩვეულებრივი მოქალაქე ვართ, მაგრამ არაცნობადი მოქალაქეების მხრიდან. თავისთავად, ირაკლი, ახლა ის რომ 4 შემთხვევაში მოხდა ჩემი ჩემზე სამართალდარღვევის აქტის გამოწერა, ახლა ეს შემთხვევითი არ არის, იქ ათასობით ადამიანი დადის, ხო, თუ არა 10000-ობით, ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება რუსთაველზე ყოველდღიურად. ის რომ მათ ვერ მოახერხეს კონკრეტულად ქუჩის გადაკეტვის ფაქტის დადასტურება სასამართლოში, ეს ნიშნავს რომ იმას, რომ უბრალოდ მათ მიზანმიმართულად 4 საქმე ჩემზე გამოწერეს, ახლა მე რუსთაველის გამზირზე პრაქტიკულად ყოველდღიურად ვარ. მათ თავისუფლად ფაქტობრივად შეუძლიათ ყოველდღიურად ჯარიმები გამოწერონ, ხო? და ისევე როგორც სხვა ადამიანებზე. ჩემთვის ამდენადაც ცნობილი ახლა IDFI
რომელი ორგანიზაცია, რომლის დირექტორის გახლა ვართ, ჩვენც ვართ ჩართული სამართლებრივი დახმარების ქსელში, რომელსაც საია ხელმძღვანელობს და დაახლოებით 14 ორგანიზაცია ვართ, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევთ ამ და სხვა შემთხვევებში, რომელიც ამ აქციებს ეხება და ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი დანაშაულს ეხება და გარდა ამისა კიდე არიან კერძო ადვოკატები, რომლებიც მსგავს შემთხვევებზე ჩემთვის ამდენად ცნობილია, მე მგონი მარტო ჩვენს ქსელში დაახლოებით 600 მიმდინარე საქმეა. ესეთი ანუ უსტაველის გადაკეტვის საკითხი. 600-დან 4 როდესაც ჩემი არის, გარდა ამისა ჩემს მეუღლეზე კიდევ ერთი ესეთი საქმე მიმდინარეობს და მას აქვს სასამართლო 17 თებერვალს. იგივე ერთი უკვე ორი დღეს იყო კიდე ერთი ჩემი თანამშრომლის საქმე, ჩემს კიდევ ორ კოლეგასა, გარდა ამ ერთი კოლეგისა ამ საკითხზე საქმე, ანუ პრაქტიკულად ეს არის მიზანმიმართული ანგარიშწორება, ფინანსური ჯარიმას, ეს ფინანსური რეპრესია, ანუ რეპრესიის ფორმა, ფინანსური რეპრესიას იგულისხმება. ფინანსური ტერორია, ფინანსური რეპრესია, კი ბატონო. კი, ფინანსური რეპრესია, ეხლა 5000 ლარი დღეს საქართველოში იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში არსებობს, 5000 ლარი პატარა ფული არც საქართველოშია და არც სხვაგან. იმისთვის რომ რუსთაველის გამზირზე მე ვიდექი მშვიდობიანად, ამის რამდენად ჯერ ხო საერთოდ ამის როგორ პროპორციული შეიძლება იყოს ჯარიმა ან კიდე რაღაცნაირი სხვა სასჯელი, ხო, ადმინისტრაციული. მაგრამ 5000 ლარი ეს არის სრულიად არაადეკვატური და არაპროპორციული ოდენობა. გიორგი, აქედან გამომდინარე, მოვისვირდი. მესმის ასეთ ბრძანებს და ერთი კითხვა მაქვს კიდევ რა. და მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი, ხვალ რას იზამთ. და ეს კითხვა ბუნებრივია გაუჩნდება ყველას, ან ბევრს ჩვენს მაყურებელს. 5000 ლარი იყო და მე ვუყოდ მაგამდე მივდიოდი, ანუ მათი მიზანი არის ამ ფინანსური თუ სხვა სახის, ეხლა მე ცოტა ვცვლად მომიწია ეხლა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ ისეთი გამკაცრებული არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმი, ეს რომელიც ახალი ცვლილებებიდან გამომდინარე და დღეს კიდე ახალი ცვლილებები მიიღეს, კიდე რომელმაც უფრო გაამკაცრა ეს მექანიზმი. ანუ მიზანი ცხადია არის ის, რომ დაშინდეს საზოგადოება, დააშინონ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად თუ ორ დღეში ერთხელ თუ როგორც არის რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან თუ სხვა ადგილას, სადაც მშვიდობიანი პროტესტის ფორმით ითხოვენ რას, ელემენტარულს, ეს არის ახალი არჩევნები და უკანონოდ დაპატიმრებული სინდისის, აი ამ პატიმრების გათავისუფლება. სხვა ხო იქ არაფერი არ არის მოთხოვნილი. საქართველოს დაბრუნება ევროატლანტიკურ სვლაზე და ახალი არჩევნების ჩატარება, უკანონო პატიმრების გათავისუფლება. ეს არის ის სამართლიანი მოთხოვნები, რომელიც ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად. მე დღეს სასამართლოდან მოbrunდი, მივედი სამსახურში და სამსახურის დასრულების შემდგომ ჩავედი რუსთაველის გამზირზე და ისე ვიყავი. და ასე ვიზამ ყოველ დღე. იგივე იზამენ ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები, ჩემი ოჯახის წევრები. მე მაყურებელს ვეთქვი რომ მაგალითად გადამდებია და დაშინების ბოდიში, აი დაშინების მიზნითაა ცხადია ეს ყველაფერი გაკეთებული, 4 ჯარიმას რო 4 საქმეს რო აღზრავენ შენს და 4 აქცს რო შეადგენენ, მოდი ახლა სისხლის სამართლებრივი აქ არ ყოფილა, მაგრამ იგივე ახლა აქ შეიძლება გამოყენებულიყო 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ან კიდევ უფრო დიდი ოდენობის ჯარიმა. ახლა ამ შთანხმის პრინციპმა გამოიწვია ის, რომ მე პრაქტიკულად ერთი ჯარიმა გამომეწერათ, რომ შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე ჯარიმა. იგივე ახლა ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს მეუღლეს რო კიდე ჯარიმა გამოუწევენ, ახლა ოჯახისთვის 10000 ლარია, ეს საკმაოდ დიდი თანხა არის და ცხადია ამას გეგმავენ, მაგრამ ჯარიმა გაგვაჩერებს ახლა ჩვენ ამ კიდე რაღაც აი ზუსტად აქ აი ამას ეხება ჩემი შემდეგი კითხვაც კი არა, კითხვაც არ არის საბოლოო ჯამში, ერთგვარი მცდელობა რომ გავაგებინო იმ ადამიანებს, ხელისუფლების მომხრეებს თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც შესაძლოდ ნახავენ ამ ჩვენს დიალოგს, რომ მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას
რაც არ უნდა 5-5, 7-7, 10-10 თუ 2-2000 ლარი გამოუწერო, ეს მოქალაქეები და მადლობა მინდა ამ სამოქალაქო პოზიციისთვისაც გადაგიხადო ისევე როგორც ბევრი რამისთვის გიორგი, რომ ეს მოქალაქეები მეორე დღეს ხო ისევ ჩადიან აბუსტამოზე და ისევ არაფერს არ აკეთებენ უკანონოს. მაგრამ შესაძლოა მიედავოთ კიდევ ან მოგედავოთ თქვა და გითხრა რომ აი კიდევ ერთი 5000 ლარი. მოკლედ ეს რუსული ტერორი მესმის რომ გაჭრის ეფექტური იქნება გარკვეული პერიოდი, მაგრამ in general იქნება თუ არა გაჭრის თუ არა და ბოდიშ ვიხდი აქვე რაღაც მეგობრული რჩევა თუ რაღაც. მე მაგალითად არ გადავიხდიდი გიორგი უკაცრავად თუ მიყურებენ ტარს პირველ ჯარიმას მე მესმის რომ ეს ვთვლები რომ პირველს აუცილებლად მოყვება მეორე, მესამე და მეოთხე უშუალოდ ჩვენთან იმართებაში თუ მაღალი ალბათობით მოყვება მეთქი გავბედავ და ასე ვიტყვი. რომ სწორედ შენ დაგაჩირო თუ სწორედ შენ გაგაჩერო. ირაკლი ახლა ხო? არა, თავისთავად არის შესაძლებელში. ნახეთ რა მომენტი არის რა ახლა ჯარიმა არაფერი არ არის იმასთან მიმართებაში, რაც როდესაც ჩვენ უკვე 25 დღე არის ხო თუ არ მეშლება თუ კიდევ უფრო მეტი, რაც ქალბატონი მზია ამაღლობელი პროტესტის ფორმით შიმშილობს და პლუს კიდევ არის ის დაკავებული სისხლის სამართლებრივი ბრალდებით. ანალოგიურად დაახლოებით 50 ადამიანი არის, ვიზეს სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს აი ამ პროცესების ფარგლებში და ახლა ჯარიმა რა არის ამასთან შედარებით, ეს ხო არაფერი არ არის. ახლა მე პირიქით რა შეიძლება თქვა ან რა ნამუსით უნდა ვთქვა ჯარიმაზე რამე, როდესაც ჩვენ მეგობრები და კოლეგები სისხლის სამართლებრივ დევნაში არიან და აბსოლუტურად გეთახმებით. არიან დაპატიმრებულები. ახლა ეს ჯარიმა მათთან მიმართებაში უბრალოდ მოსატანის არ არის, ხო? და ის იმ ადამიანების წინაშე ვიქნებით ჩვენ არასწორები რომ ყოველდღე რუსთაველზე არ მოვითხოვოთ მათი გათავისუფლება, ან კიდევ არ მოვითხოვოთ ის რის გამოც ისინი საპატიმროში არიან, ეს არის უკანონოდ ჩატარებული და უკანონოდ მოპარული უზურპატორი ხელისუფლების მიერ არჩევნების საკითხი. სხვათა შორის აი ეს სიტყვაც ჩვენ ვალდებულები ვართ. სულ არ გვინდოდეს, სულ რო გვეშინოდეს, სულ რო ჯარიმის ან დაპატიმრების გვეშინოდეს, იმ ადამიანებს თვალს ჩვენ ვერ გაუსწორებთ თუ ამას ავისავთ. იმიტომ რომ ისეთი დროება მოდის, გიორგი, ისეთი დროება მოდის არასწორი სიტყვა ალბათ. შეიძლება დადგეს რომ გარეთ ყოფნა გაცილებით დიდი დისკომფორტი იყოს რიგითი მოქალაქეებისათვის, ვიდრე თანასაკნელობა რომელიმე დაპატიმრებული საქალბატონებისთვის, ასე მაგალითად მზია ამაღლობელისა ან მამაკაცებისთვის თქვა რა არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი დაპატიმრებული მამაკაცისა. ესეთი ხა ეს შეზახილია ჩემი, მაგრამ როდემდე გააგრძელებს ამ რეპრესიებს შენი ფიქრით ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ის უნდა მიხვდეს რომ არა მხოლოდ რუსთაველზე გასვლას არ შევწყვეტთ, ხო? ეს უნებრივია, იმიტომ რომ ჩვენს უკან მართლა ერთის ხრივ წარსული, მეორეს ხრივ აწყო და მესამეს ხრივ მომავალია და კარგად ვიცი გზეგანებთ რატო ვდგავარ. მაგრამ ასევე არ შევწყვეტ იმას, რისი აკრძალვასაც აპირებს ახლა ხელისუფლება თუ უკვე გააკეთა. ეს არის მათთვის იმ სახელების წოდება, რასაც ისინი იმსახურებენ, რაც არიან, ხო? შეიძლება მაგალითად დასჯადი იყოს ესეთი სიტყვა დინარაძე შენ რუსტო რომ მიუმართობე გადაცემაში თუ ონლაინ გადაცემაში, ამანაც კი შეიძლება შეურაცხყოს ბატონი დინარაძე და ადმინისტრაციული წესით 60 დღიან პატიმრობაშიც კი გამამწესონ ან ჯარიმა დამაგისროთ, ხო? მაგრამ ჩვენ ამას არ შევწყვეტ. აი როდემდე განაგრძობს შენი ფიქრით აი ამ რუსულ ტერორს ივანიშვილი, რომელიც წესით ხვდებოდეს 30-იანი წლების გამეორება 27 წლისა ეს სტერეოტიპულად მას არ გამოუვა უკვე ჩვენს დროებაში. კი ბატონო, გეთანხმებით. ირაკლი, ახლა აქ რა მომენტი არის კიდევ რომ ბიზინა ივანიშვილმა ჩვენ ეს ყველაფერი წინასწარ გვამცნო, როდესაც აპრილში მათ ჩაატარეს თავიანთი მომხრეების შეკრება რუსთაველის გამზირზე, მან გითხრა რომ ის არ აპირებდა უკან დახევას არავითარ შემთხვევაში და ის გაუსწორდებოდა ყველა თავის ვის
მისი მომხრე არ არის. ნუ ამას მე კიდე ძალიან ბევრი განცხადება მოყვა და ეს რეპრესიული მექანიზმები ცხადი იყო რომ ამოქმედდებოდა. მათ ამოქმედეს, ეს ყველაფერი ხო დაიწყო აი ამ რუსული კანონის მიღების შემდგომ. პროტესტების უკმაყოფილებას და ასე შემდეგ საზღვარგარეთთან, დასავლეთთან, უპირველეს ყოვლისა ამერიკასთან და ევროკავშირთან ეს ურთიერთობების გაფუჭება და დაძაბვა და შემდგომ უკვე მითვისებული ეს მოპარული არჩევნები, რამაც მერე უკვე ეს გადაზარდა ეს უფრო მზაბ პროტესტში. და ეს ყველაფერი ჩვენ ვიცოდით რომ მოხდებოდა. მათ მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებდა ჯარიმებს სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიებისთვის, ვინც არ დარეგისტრირდებოდნენ იმ სამართლიანო რეესტრში და ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. ამის შემდგომ უკვე მათ როგორც ჩანს არ ამოქმედეს ეს მექანიზმი და უშუალოდ ორგანიზაციებზე ეს ფინანსური შეტევა არ დაიწყეს, მაგრამ როგორც დავინახეთ, უკვე ინდივიდუალური ფინანსური რეპრესიები განახორციელეს, აი დღევანდელი შემთხვევაც ეს არის, გარდა იმ ფაქტებისა, რომ ადამიანები დააპატიმრეს და სრულიად უკანონოდ ხავთ ისინი საკმაოდ ისეთ ცუდ სიტუაციაში წარმოგვიდგენას რო არ მინდა, ხო, ახლა განსაკუთრებით, რაც მზია ამაღლობელის გარშემო ხდება, ხო? ადამიანი ახალგაზრდა ბიჭები, ხო, ესენი ხო სრულიად წარმოუდგენელია ახლა რაც დაფიონის წარმომადგენლების გარშემო ხდება და სხვების ახლა მე არ მინდა რაღაცნაირად ვინმე გამოვიდეს მართლა გული მომიკვდება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნე ეს არ არის უბრალოდ რაღაც ჰეროიზმის წარმოჩენა ან რაღაცა, მე გული მწყდება რომ უბრალოდ ის ადამიანები არიან საპრობილეში სრულიად უკანონო და ჩვენ აქედან გარდა იმისა რომ რაღაცნაირად პროტესტი გამოვხატოთ, სხვა ისეთ ვერაფრით ვერ ვეხმარებით, მაგრამ აი GUT პროცესი ზუსტად იმისთვის არის, რომ დავიხსნათ ისინი აი ამ საშინელებისგან, რაც ამ რეჟიმმა დამართა. და საბოლოო ჯამში, ანუ მე იქამდე მივდივარ, რომ როდემდე შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს, სანამ არ მივახცევთ ჩვენ ამ მოთხოვნებს, ახლა რაც უნდა რეპრესიები ამოქმედონ, მე აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ფორმებით ძალიან გავს ეს იმ ავტორიტარიზმს და იმ დიქტატურას, რაც ბოლშევიკების და სტალინის პერიოდში, ხო 30-იან წლებში ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არა იმ კონკრეტული რაღაც სხვა ფორმებით, ხო, როგორიც არის დახვრეტა და ამ შემდეგ, თორე დევნა ადამიანების და ეს ფინანსური რეპრესიები, რეპრესიის ფორმაა, ხო, შენ მანდა მაინც უკიდურეს რეპრესიას ამას თუ არ გამოიყენებ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ ავტორიტარიზმისგან შორს ხარ, პირიქით. ეს ყველანაირად ამავდროულად ახლა მე ვიკვლევ საბჭოთა პერიოდს, ვიკვლევ სტალინის და ბოლშევიზმის ეპოქას, ვიკვლევ განსაკუთრებულად აი ამ რეპრესიების თემატიკას და ფორმები და სისტემა არის ძალიან იდენტური. ეს არის კლასიკური ავტორიტარიზმი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ანუ დიქტატურისგან განსხვავებით ავტორიტარიზმი არის ის, რომ ავტორიტარიზმი ცდილობს საკანონმდებლო რეგულაციებით რეპრესიების განხორციელებას. ანუ იმ რას თავარი არის ახლა მე ისიც მინდა არ მინდა უბრალოდ დამაუწრეს უმთავრესი ეს კანონები და ეს რეჟიმი კონსტიტუციისგან არის გასული. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციური, ანუ უკანონოა. ეს არის მთავარი რომ ჩემი დაჯარიმება იქნება სინდისის პატიმრების საპყრობილეში მოთავსება თუ აი ეს მედიის წინააღმდეგ მიღებული საკანონმდებლო მარეპრესირებელი მექანიზმები თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალისწინებული აი ეს მძიმე სასჯელები და ჯარიმები, რაც აქვს ამ ხელისუფლებას მიღებული, ეს ყველაფერი კონსტიტუციიდან გასული არის. ამ ხელისუფლებას არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს. ეს არის ხელისუფლების უზურპატორი რეჟიმი. ასე რომ ამათი მიღებული კანონები ჩვენთვის ადამიანებისთვის, რომლებიც ვაპროტესტებთ ამ რეჟიმს, არაფერს არ წარმოადგენს, ასე რომ ახალ ფარას მიიღებენ, სისხლის სამართლებრივი დევნა იქნება გათვალისწინებული, ჯარიმის მაგივრად თუ რაღაცა, ეს არაფერს არ შეცვლის. ეს პირიქით კარგად აჩვენებს იმას, რომ ეს რეჟიმი რამდენად
გახსნისკენ არის სასული და ლუსტრირება სახით ამ რეჟიმის ფაქტორი არის, ანუ მე მთავარ კითხვას, რომელიც თქვენ დასვით, იმას არ უპასუხე, ეს არის, ანუ როდემდე იქნება ეს. მე მიჭირს ახლა აქ დრო საკმაოდ აჩქარებული არის ახლა. ბევრი ფაქტორი არის ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც, მაგრამ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორ იქნება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი რამდენად ხისტი იქნება და რამდენად პირდაპირი აი იმ უსამართლობის, უკანონობის და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან მიმართებაში და ამ რეჟიმის არაკონსტიტუციურობის და უკანონობის კვალდაკვალ რამდენად ექნებათ მათ რეაგირება კონკრეტული ეს იქნება ინდივიდუალური სანქციები თუ სხვა რამ. განსაკუთრებით ანუ გეოპოლიტიკურად საქართველოს დაკავშირება უკრაინაში მიმდინარე აი ამ რუსეთის აგრესიასთან ძალიან მე ვფიქრობ პირდაპირი კავშირი აქვს და ეს ყველაფერი ალბათ ამის ძალიან კონკრეტული პასუხი კითხვაზე რომელსაც ახლა მე დავსვავ გიორგი მე ვიცი ცხადია მაგრამ მოდი სხვაგვარად არის ამონათებული ჩვენს ეკრანზე მაგრამ სხვა რედაქციით დავსვავ რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა შენი ფიქრით შენი ანალიზით კავკასიის ლუკაშენკო-ობა ანუ გადაწყვიტა დამოუკიდებლად თუ გადააწყვეტინეს თუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს არა ორი კი ბატონო ძალიან კარგი კითხვაა და ალბათ ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის რომელზეც მაქვს გარკვეული საფუძველი რომ ასე ვივარაუდო ივანიშვილი წყვეტს საკითხებს ქვეყნის შიგნით მაგრამ ის იმართება რუსეთიდან ეს არის ჩემი რწმენა ამ საკითხისადმი რომ ის დამოუკიდებლად ამ საკითხებს ვერ გადაწყვეტდა. ანუ ის არის მართული რუსეთის მიერ და ის დღევანდელ გეოპოლიტიკურ და საერთაშორისო ურთიერთობებში პირდაპირ იკავებს რუსეთის მხარეს. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ის ამზადებს საქართველოს იმისთვის, რომ როდესაც დადგება საკითხი უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკებების დროს მას უნდა რომ საქართველოს ეკავოს რუსეთის მხარე და ის მოიაზრებოდეს როგორც რუსეთის გავლენის სფერო. ანუ როდესაც დაიწყება მოლაპარაკებები და მოლაპარაკებები ყველა ვარიანტში დაიწყება ადრე თუ გვიან, იქ საქართველოს პრაქტიკულად მიაკუთვნებენ მისი პოზიციით მე ვფიქრობ ის მიაკუთვნებს რუსეთს და ეს იქნება საქართველოს ამ შემთხვევაში ძალიან ცუდ პოზიციაში ჩაყენება. ეხლა ეს როგორ მოხდება შემდგომ და რანაირად მოახერხებს იმას, რომ საქართველოს კვლავ დაუბრუნოს რუსეთის გავლენის სფეროს, მე დიდად ეჭვმეპარება, იმიტომ რომ ამას ჩვენ ყველანაირად ვეწინააღმდეგებით დღესაც, ანუ დღევანდელი პროტესტიც ამისთვის არის ზუსტადაც რომ არ მოხდეს საქართველოს კვლავ რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევა, მაგრამ ესა გამიზნული პუტინს და ესა გამიზნული ივანიშვილს. ეს არის ჩემი აზრით იმის ამ ყველაფრის დამადასტურებელი, რას დღეს ხდება, რატომაც გააფუჭა და შეწყვიტა ყველანაირი პარტნიორული ურთიერთობა ევროკავშირთან და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან, იმისთვის რომ საქართველოს აღმოჩნდეს ყოვლად მოწყვლადი რუსეთისთვის და მან არ დაგვიტოვოს იმის საშუალება, რომ ვინმე დაგვეხმაროს, ან ჩვენ შევძლოთ რუსეთის აი ამ ექსპანსიის რაღაცნაირად დაპირისპირება. აყურებელთ, კარგად უნდა აუხსნათ გიორგი ალბათ რომ დასავლეთის იმედად ცხადია, ნუ შეერთებული შტატების ან ზოგადად დასავლეთის იმედად ცხადია უნდა ვიყოთ, მაგრამ თავის მხრივ დასავლეთი მეტწილად ან არკმეულწილად მოქმედებს, უყურებს რა ქართულ საზოგადოებას. უყურებს რა ქართულ საზოგადოებას გასულს თუ რუსთაველზე და თუ სხვა ქალაქების ცენტრალურ გამზირებზე. და როდესაც დასავლეთის პოლიტიკური ლიდერშიპი პრეზიდენტად დაწყებული და იმ მრჩევლები და მთავრებული თუ აღზრდილი ვინც მოახსენებს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის და ასე მაგალითად შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვითარების თაობაზე, საქართველოს შექმნილი ვითარების თაობაზე, ბუნებრივია ეუბნებიან, right, მაგალითად ვილსონი, სტერეოტიპულად რომ
კონგრესმენი ვილსონი ეუბნება, რომ ეს ხალხი არ ჩერდება და რაღაცა არ ჩერდება ჩვენი ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათ ანუ საზოგადოებას კარგად დავეხმაროთ. მე სულ მახსენდება ხოლმე გიბოდიშევ წელი კითხვისთვის უკრაინას 91 წლის აგვისტოში შეერთებული შტატების ლიდერი სულაც არ დახპირებია რადაში იყო ჩასული ბუში უფროსი უთხრა რომ თქვენ უნდა გარდაქმნას უნდა აღყვეთ 91 წლის აგვისტოა წარმოიდგინეთ და უკრაინელებმა ვერ მიიღეს ეს chicken speech ქვია იმას ცნობილი სიტყვა ბუში უფროსისა უკრაინელებმა და 92 წლის იანვრის დასაწყისში აღიარა შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დამოუკიდებლობა, რომელიც დაფუძნებული იყო დეკემბრის რეფერენდუმზე. ანუ ხალხი რასაც ითხოვს, საბოლოო ჯამში ის მიეცემა თუ სწორი სიტყვა პროტესტის აუცილებლობაზე მითხარი და დაგებშვიდობები და მადლობას გადაგიხდით ცხადია. თავისთავად ეხლა ის რაც მე აქ ჩამოვაყალიბე თუ რა მიზანი აქვს ივანიშვილს და რა მიზანი აქვს რუსეთს ეს არის მათი მიზანი, მაგრამ ამას რამდენად მოახერხებს, ეს დიდწილად დამოკიდებული არის იმ პროტესტის ინტენსივობაზე, რაც დღეს მიმდინარეობს უპირველეს ყოვლისა რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად. ანუ ის მიზანი, რომ მათ საქართველოს მოაქციონ რუსეთის კვლავ გავლენის სფეროში, ეს ჩემთვის ცხადი არის. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ამის როგორც გითხარით ვარაუდის ყველანაირი საფუძველი გამოჩნია. შეიძლება სხვა შემეკამათოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს, რადგანაც მათ მივიყვანეს იმ რეალობამდე, რომ ჩვენი პარტნიორები მათ პრაქტიკულად მოიმდიდეს. რამდენად მიეცემათ ამის საშუალება დამოკიდებული არის ჩვენზე და დამოკიდებული არის ჩვენს დასავლელ და ამერიკელ პარტნიორებზე. ცხადია, ის პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, ეს არის მოთხოვნა დაუბრუნდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის ამ პროცესს და ეს ყველაფერი გავაკეთოთ დემოკრატიულად, არჩევნების გზით და ცხადია ჩვენი ამ სინდისის პატიმრების გათავისუფლება არის მოთხოვნა. ამის საპასუხოდ ეხლა რა იქნება, როდესაც ქართული ხალხის უმრავლესობა ამ შემთხვევაში ითხოვს აი ამ ყველაფერს, რამდენად ამის საპირწონეთ დაგვეხმარება ჩვენ შეერთებული შტატებიდან ევროკავშირი ამ მიზნების მიღწევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუ ჩვენ ვიქნებით ჯიუტად აი ამ პროტესტის პროცესში, მშვიდობიანი პროტესტის პროცესში, ცხადია ახლა აქ ინტერესები არის ევროკავშირისაც და არის შეერთებული შტატებისაც დემოკრატიულ მოკავშირეს საქართველოს. ხო, მათ გაგვიღეს ყველანაირად კარი იმისა, რომ ჩვენ გავხდარიყავით ამ ოჯახის წევრი და ქართულმა, უბრალოდ რუსული ოცნების რეჟიმმა ეს ამ ყველაფერს გვაყარგულებს. ეს არის, ამიტომ ვამბობ მე, რომ მათი მიზანი არის, რომ საქართველო კვლავ მოექცეს რუსეთის გავლენის სფეროში და შეერთებული შტატების პოზიცია მე დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან მკაფიო. მათ უდიდესი რესურსი აქვს ჩადებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ განვითარებული დემოკრატია, ევროკავშირის წევრი ქვეყანა და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ანუ რუსეთს არ ჩაუტოვებს ამ ქვეყანას შეერთებულ დასავლეთში მე ამის მჯერა არ ჩაუტო ჩვენს ყველაფერს შევეცდებით ამისთვის და ვცდილობთ ყოველდღიურად. ეს არის ხო ამ გიჟები ხო არა ვართ ქუჩაში ვიდგეთ იმისთვის ამ სიცივეში და წვიმაში რომ უბრალოდ გვეხალისებოდეს ეს ყველაფერი ნამდვილად არ მეხალისებას არ არის ძალიან ბევრ სხვა საქმეს გავაკეთებდი ხო ამის საშუალება რო იყოს მაგრამ მათ საშუალება არ დაგვიტოვეს არაფერი გარდა იმისა რომ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე გამოხატეთ პროტესტი და ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები ანუ ეს სანქციებიც რომელიც ინდივიდუალურად დაუწესეს ეს ყველაფერი აი ამ პროცესის ნაწილი იყო რომ არა ქართველი ხალხის ნების გამოხატულება ეს არ მოხდებოდა და რაში ჩაიჭრა კიდევ აი ეს რეჟიმი რომ თუ ისინი დარწმუნებულები არიან რომ მართლა აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა რასაც ხშირად აპელირებენ რატო არ ატარებენ მაშინ ახალ არჩევნებს რესურსი არ გააჩნიათ ამის ფინანსური თუ რაღაც მათ იციან რომ გამჭვირვალე და სწორი არჩევნების ჩატარების პირობებში ისინი ვერ მიიღებენ იმას მხარდაჭერას რასაც ისინი აჩვენებენ და რაც მათ დაიწერეს და ამიტომ არის არალეგიტიმური ეს ხელისუფლება იმიტომაც არ აღიარა ეს დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა რომ
მათ იციან რომ ეს ბლეფი იყო ყველაფერი, მათ მოიტყუეს, მათ მიითვისეს ეს და არალეგიტიმური არის ეს ხელისუფლება ამ ყველაფრიდან გამომდინარე და როგორ დაუთმობენ აბა ესეთ მნიშვნელოვან პარტნიორს, რომელშიც უდიდესი რესურსი ჩადეს მათ იმისთვის რომ საქართველოში დემოკრატია განვითარებულიყო და ყველანაირად მთელი ეს უზარმაზარი ინვესტიცია დასავლეთის მდგომარეობდა იმაში რომ ჩვენ სტანდარტებით, კანონმდებლობით თუ სხვა საკითხებით მივახლოვებულიყავით ევროკავშირს და გავხდარიყავით მათი წევრი. ანუ ეს არის მიზანი, ხო, მათი რომ მათ სტაბილური და დემოკრატიული პარტნიორი ყავდეთ კავკასიაში. ევროკავშირის წევრ ქვეყანად პრაქტიკულად გვიაზრებენ ისინი და ამას უშლის ხელს რუსული ოცნება, რომ მათი მიზანი არის რუსულ ორბიტაში დაბრუნება. ანუ რაც იყო საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. აი ეს უნდათ აი სტატუსში უნდათ საქართველოს დაბრუნება. და ამას ამზადებენ, რომ უკრაინა რუსეთის მოლაპარაკების პერიოდში საქართველოს აღმოჩნდეს რუსეთის მოკავშირეს. ანუ ეს უნდა ივანიშვილს და პუტინს, რომ საქართველოს გამოჩნდეს იქ როგორც რუსეთის ინტერესის პასალი. ანუ ეს არის პრობლემა ზუსტადაც რომ ის კი არა რომ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების პროცესში იყოს, არამედ პირიქით გამოჩნდეს როგორც რუსეთის მოკავშირე და გავლენის სფერო აი ამ გადანაწილების პროცესში. ცხადია, იქ იქნება მოლაპარაკება რაღაც საკითხებზე და რამდენად როგორ იქნება საქართველოს პოზიცია და სად იქნება საქართველოს პოზიცია, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის, ხო? ჩვენ მოვექცევით უკრაინასავით დასავლეთის პარტნიორად და მათი გავლენის სფეროში თუ დაუბრუნდებით იმ ძველ სტატუსს, როდესაც საქართველოს განიხილებოდა როგორც რუსეთის გავლენის სფერო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე მიმდინარეობს ეს ყველაფერი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილს მაგალითად რაღაც სხვა ინტერესები ამოძრავებს. ის რომ ივანიშვილმა უდიდესი თანხა დაკარგა ამ ყველანაირად უაზრო პროცესში მისთვის. იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ბიზნესმენი, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებს თავის თელ ფინანსურ რესურსს. რატომ? ანუ რის გამო? რომ რუსული კანონი მიეღო, ამის გამო ბიზნესმენმა საფრთხის ქვეშ დააყენა უდიდესი თავისი ფინანსური რესურსი. ცხადია, მე იმაზე აღარ მაქვს კითხვები, რომ ეს ფინანსური რესურსი, რომელიც ბიზინა ივანიშვილმა რუსეთიდან საქართველოში თქვენ გადაიტანა, დღეს უკვე იმ ოფშორული, უკვე კარგად ვიცით, რომ ოფშორული ზონებიდან, შეღავათიანი საგადასახადო ზონებიდანაც საქართველოში შემოიტანა. ეს ფინანსური რესურსიც მე ვთვლი უკვე მისი არ არის, არც ყოფილა მისი. იმიტომ რომ ასე მარტივად თავის ფინანსურ რესურსს ის საფრთხეს არ შეუქმნიდა. ასე რომ ეს არის დიდი რუსული თამაში, დიდი რუსული სპეცოპერაცია, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდი იყო არჩევნები, რომელშიც პირდაპირ იყო ჩართული რუსეთი და დღეს ეს რეჟიმი საქართველოს კვლავ ცდილობს დააბრუნოს რუსულ ორბიტაში და რუსეთის გავლენის სფეროში. რასაც აი უსთაველზე ვეწინააღმდეგებით ჩვენ ყოველდღიურად. და რაც გაწმულებული ვარ, როდემდე აი თავარი კითხვა ხო, რაზეც მე რაღაც გარკვეულწილად ვერ გიპასუხებ, როდემდე სანამ ჩვენ მიზანს არ მივახსენებთ. ვერ გატეხავს ქართული ხალხის ნებას ეს რეჟიმი, ვერ გატეხა ქართული ხალხის ნება საბჭოთა რეჟიმმა, ვერც რუსულმა რეჟიმმა მანამდე და ვერც ეს რუსული და ეს დასუსტებული რუსული რეჟიმი ვერანაირად ვერ გატეხავს და ამაში კიდე ძალიან დიდი წვლილი არის უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლისა და უდიდესი მსხვერპლისა, რომელსაც ეს რეჟიმი ჩვენი ოცნების ეს რეჟიმი ძალიან სამარცხვინოდ დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხის მსხვერპლის გამო ჩვენ ძალიან ბევრი პერსპექტივა მოგვეცა უპირველეს ყოვლისა ევროკავშირში გაწევრიანების გასაკვირველად. გიორგი კუდიაშვილი იყო ჩემი სტუმარი, რომელსაც უღმეს მადლობას ვუხდი, ძალიან კარგი ინტერვიუ, სუპერ კარგი.
ტევადი ინტერვიუ გამოვიდა მე დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვის საინტერესო ეხლა ამასობაში ამოვიწერე და სათაურის აი ამ ინტერვიუს სათაურის 4-5 ვარიანტი მაქვს ერთმანეთზე უკეთესები ყველა სათაურის პროექტი თუ ვარიანტი გიორგის ციტატებზეა დაფუძნებული გიორგის მადლობა გამარჯვებას გისურვებ და რასაკვირველია შენ დაჯარიმებული და მე ჯერაც არ დაჯარიმებული შევხვდებით უსწავლელზე ყოველთვის და ესე ვიქნებით მაშინაც კი როცა ვიღაცა ჩათვლის რომ ივანიშვილი მაგაიმარჯვა არა ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს ჩვენ ვიქნებით უსწავლელზე და ჩვენნაირების თქობა უსწავლელზე არის ჩვენი სამომავლო გამარჯვების საფუძველი მადლობა გიორგი თუდიაშვილი წარმატებებს უსურვებ და გამარჯვებას